მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარე თხეტყის უკანონო ტრანსპორტირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქეს მაღალი გამოვლობის სატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ გადაქონდა 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის კაკლის სახეობის მორი. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალი 11,000 ლარს აჭარბებს. აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტი გამოავლინა. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 11,000 ლარზე მეტია. დალუქულია 8 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობის წითელი ნუსხით დაცული კაკლის სახეობის მორი. ბუნებრივი რესურსების დაცვა და უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ჩვენი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ, რათა აღმოიფხვრას აღნიშნული ფაქტები და მოხდეს გარემოზე ზიანის პრევენცია.